მოგესალმებით, მოცემულ ვიდეოში ვნახავთ თუ როგორ დავამატოთ ჩვენს კერძზე ვარიაციები. რა იგულისხმება ვარიაციებში? გვაქვს გასაყიდად ღვინის ბოთლი, მაგალითისთვის, რომელიც იყიდება როგორც თლიანად ბოთლით, ასევე იხსნება და იყიდება ჭიქით. იმისათვის, რომ ცალ-ცალკე არ დავამატოთ და შევქმნათ პროდუქტი და არ გადავავსოთ ჩვენი მენიუ, შეგვიძლია შევქმნათ ვარიაციები და ერთ კერძში მივუთითოთ როგორც ბოთლის ფასი, ასევე ჭიქის ფასი. იგივენაირად ავიღოთ მაგალითისთვის ხაჭაპური, რომელიც გვაქვს პატარა, საშუალო ან დიდი. და სათითაოდ რომ არ მოხდეს დამატება პროდუქტის, შეგვიძლია ვისარგებლოთ ვარიაციების ნაწილით. ამისათვის გადავიდეთ მენიუში. გავირჩიოთ სასურველი ინგლისური ენა, რათა დასახელებები გადმოვიდეს სხვა ენებზეც. ჩვენ შემთხვევაში გვინდა ღვინისთვის დავამატოთ როგორც ბოთლის ფასი, ასევე ჭიქის ფასი. ჩავრთოთ ვარიაციების მანიშნებელი ველი. დაგვემატა სექცია. დავაჭიროთ ვარიაციის დამატებას. ავირჩიოთ დასახელება, თუ სად ჩანს ეს დასახელება, ამას მოგვიანებით გაჩვენებთ. შევქმნათ ჭიქა. აუცილებელია მივუთითოთ მძიმე და შევქმნათ ბოთლი. აქაც დასახელება იწერება იმდენ ენაზე, რამდენი ენაც გვაქვს მენიუში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ქართული და ინგლისური, აქედან გამომდინარე, ვუთითებთ ქართულად და ინგლისურად. როგორც ხედავთ, შეიქმნა, დავაჭიროთ კერძის დასახელებას და დავამატოთ ვარიაციის ფასები. შეიქმნა ჭიქა, შეიქმნა ბოთლი. მივუთითოთ ჯერ ჭიქის ფასი. მივუთითოთ ახლა ბოთლის ფასი. დავაჭიროთ ჩვენი კერძის დასახელებას, როგორც ხედავთ, ვარიაციები შეიქმნა. რაც შეეხება მთავარ ფასს, აქ აღნიშნული ფასი აუცილებელია, რომ ემთხვეოდეს ერთ-ერთს მაინც, იმ შემთხვევაში თუ ღვინოზეა საუბარი, რადგან სტუმარი უნდა ხედავდეს ფასს საწყის ეტაპზე. თუ რას გულისხმობ, ამას გაჩვენებთ ვიზუალურ ნაწილში. ჩვენ შემთხვევაში ფასი ემთხვევა ჭიქის. დავაჭიროთ შენახვას. გადავიდეთ რესტორნის ვიზუალურ ნაწილში. დავაჭიროთ. და როგორც ხედავთ, დასახელება აქ გადმოვიდა საიზი. ავირჩიოთ ჭიქა 15 ლარი, ბოთლი 55 ლარი. გადავამოწმოთ ქართულში რა ხდება. ჭიქა, ბოთლი. და შევუცვალოთ საიზს ქართულში თარგმანი. ქართული ენა არჩეულია, ჩამოვსხვრელოთ. დავაჭიროთ რედაქტირებას და საიზი შევცვალოთ ზომით. როგორც ხედავთ, დასახელება შეიცვალა. იგივენაირად, როგორც თქვით, შეგვიძლია აღნიშნული ვარიაციები სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენოთ თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე. მადლობა ყურადღებისთვის.